მოგესალმებით, მე გახლავართ თამთაშ-ვანგირაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების წარმომადგენელი და დღევანდელი შეხვედრის გამომგებლში ვისაუბროთ ნებაყოფლობით საპენსიო სისტემაზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2 მაისს დაზღვევის დღე აღინიშნება წელს უკვე მეოთხედ. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ფინანსის გუნდი პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით 28 აპრილიდან 2 მაისის ჩართვით არაერთ თემატურ აქტივობას შემოგთავაზებთ. კვირაულის ფარგლებში ასევე დაგეგმილია 3 პირდაპირი შეხვედრა, რომლის გამომბაში ჩვენი სპიკერები ისაუბრებენ დაზღვევის ირგვლივ არსებულ არაერთ საინტერესო საკითხზე. სწორედ ერთ-ერთი ასეთი საინტერესო საკითხი შევარჩიოთ პირველი შეხვედრისთვის, რომელიც თემა გახლავთ ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სისტემა, გამომდინარე იქიდან, რომ 2023 წელს აღნიშნულ სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომელმაც სრულად შეცვალა მანამდე არსებული რეალობა, კანონის ირგვლივ გააჩინა ახალი რეგულაციები და წესები. ამის შესახებ უფრო დეტალურად ისაუბროს ჩვენი დღევანდელი შეხვედრის სტუმარი, რომელიც გახლავთ ეთერ პაპიაშვილი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ლიცენზირებისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი. სანამ უშუალოდ ჩვენ სპიკერთან გადავიდოდეთ, მანამდე მოკლედ შეგახსენებთ ტექნიკურ ნაწილსაც. მიმდინარეობს შეხვედრის ჩაწერა, ამიტომ ის მაყურებელი, რომელიც ვერ შეძლოთ რომ შეხვედრას ბოლომდე დაესწრათ, შეგიძლიათ რომ ჩანაწერი იხილოთ ფინედოს გვერდზე. ასევე ლაივის მიმდინარეობისას ნებისმიერ მსმენელსა და მაყურებელს გაქვთ საშუალება რომ კითხვები დაუსვათ ჩვენ სპიკერს, რომელსაც აუცილებლად გავაჟღერებ. პრინციპში უკვე შეგვიძლია რომ ჩვენს მოხსენებაზეც გადავიდეთ, ქაბატონო ეთერ, მოგესალმებით. გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი პრეზენტაცია. მოგესალმებით, მივესალმებით მსმენელს და მაყურებელს და მადლობას გიხდით მოწვევისთვის. როგორც უკვე თქვენ აღნიშნეთ, 2 მაისს საქართველოში არის დაზღვევის დღე, წელს უკვე იგი კვირეულის ფარგლებში აღნიშნული დღის ფორმატს ატარებს. და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, როგორც დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი საზედამხედველო ორგანო, სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მასშტაბით. და რაც პირველ რიგში მიზნად ისახავს დაზღვევის სფეროში მოსახლეობის ცნობადობის ამაღლებას, ასევე იმ ძირითადი მოვლენებისა და სიახლეების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული წლის განმავლობაში. ჩვენი დღევანდელი ჩართვაც ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა და მე მერგო პატივი დღეს ძალიან მოკლედ გესაუბროთ ისეთ საკმაოდ მნიშვნელოვან და ყველასათვის საჭირო საკითხზე, როგორიც არის პენსია. პენსია ვიცით ყველამ, პენსიას ვიცნობთ ყველა. თუმცა რა ქმნის პენსიას, რა განაპირობებს იმას, თუ რაოდენობის პენსია შეიძლება ავიღოთ ჩვენ, ვინ არის პასუხისმგებელი პენსიით ჩვენს უზრუნველყოფასა და რა დოზით, ასეთი საკითხები შეიძლება ასეთ საკითხებზე შეიძლება არ გქონდეს თქვათ ნათელი წარმოდგენა. მე ახლა გავაზიარებ პრეზენტაციასაც. საპენსიო უზრუნველყოფა ეს გახლავთ ერთგვარი სისტემა, რომელიც შედგება სხვადასხვა ელემენტებისაგან. ძირითადად საპენსიო სისტემის ნაწილები არის დაგროვებით პრინციპზე დამყარებული და ეგრეთ წოდებულ სოლიდარულ პრინციპზე დამყარებული მოდელები. ეს სისტემები, ზოგადად ეს სისტემა სტანდარტულად გულისხმობს 3 საფეხურს, რომელიც აერთიანებს ამ სოლიდარულ პრინციპზე დამყარებულ და დაგროვებით პრინციპზე დამყარებულ მოდელებს. კონკრეტული ქვეყნის საპენსიო უზრუნველყოფის მოდელი მიყვება ძირითადად ან ამ სამსვეტიან სისტემას, ან წარმოადგენს ამ 3 სვეტის ელემენტებისგან შემდგარ სხვადასხვა კომბინაციას. საქართველოში დღესდღეობით მოქმედებს ეგრეთ წოდებული ჩვენ პროფესიულ დონეზე პილარს ვეძახით, თუმცა 3 საფეხურიანი სისტემა შეგვიძლია ასე ვუწოდოთ. პირველი სვეტი ეს გახლავთ სოციალური პენსია. ეს ყველამ ვიცით, ამ სოციალურ პენსიას ყველა ვიცნობთ, ეს გახლავთ საბაზისო თანხა, რომელიც ყველა მოქალაქეს ეძლევა საპენსიო ასაკს მიღწევისას.
ეს არის მინიმალური ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმი, რომელიც გაიცემა ერთიანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სოციალური პენსიისთვის, სოციალური პენსიის დანიშვნის ფაქტობრივად ერთადერთ კრიტერიუმს წარმოადგენს მოქალაქის ასაკი. საქართველოში ეს გახლავთ მამაკაცებისთვის 60 წელი, ქალებისათვის 60 წელი, ხოლო მამაკაცებისათვის 65 წელი. ეს სოციალური პენსია წარმოადგენს სოლიდარულ პრინციპზე დაფუძნებულ საპენსიო მოდელს და აქ არც თუ ისე მნიშვნელოვანი განსხვავებებია კონკრეტული ადამიანების მიერ მისაღები პენსიის ოდენობაში. 2021 წლიდან ჩვენ ქვეყანაში გარკვეულწილად მეტნაკლებად დივერსიფიცირდა ეს სოციალური პენსია და იგი განსხვავდება დღესდღეობით 70 წელს მიღწეული და 70 წელზე მეტი ასაკის მქონე პირებისათვის და გარკვეული დანამატია ასევე გათვალისწინებული მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მაცხოვრებელი პენსიონერებისათვის. ანუ აქ განსხვავება პენსიის ოდენობაში არის ძალიან მინიმალური და ის არ არის, ვთქვათ, დამყარებული ისეთ ფაქტორებზე, როგორიც შეიძლება იყოს, ვთქვათ, იგივე დაგროვებითი საპენსიო მოდელების დროს. მეორე საფეხური, რომელიც 2019 წლიდან ამოქმედდა საქართველოში, შემოვიდა საქართველოში, ეს გახლავთ დაგროვებითი პენსია. ეს უკვე არის ინდივიდუალური დაგროვების პრინციპზე დამყარებული სისტემა, სადაც უკვე კონკრეტული პენსიის მოცულობა დამოკიდებულია ფიზიკური პირის სახელზე, ინდივიდუალურად განხორციელებული შენატანების ოდენობაზე და თვითონ დაგროვების ხანგრძლივობაზე. დღეს თანხა, რომელიც მოქალაქეს შეიძლება მიეცეს ამ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ფარგლებში საპენსიო ასაკის მიღწევისას, შედგება ერთის მხრივ მისი შემოსავლიდან გადახდილ 2%-ზე, მისი დამსაქმებლის მიერ გადახდილ 2%-ზე და სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილ 2%-ზე. ეს სისტემა ატარებს ერთგვარად სავალდებულო ხასიათს დასაქმებულებისა და დამსაქმებლებისათვის. რაც შეეხება მესამე საფეხურს, ნებაყოფლობით კერძო პენსიას, რომელთან დაკავშირებითაც მე უფრო ცლად ვისაუბრებ ამ ჩარტვის ფარგლებში, ეს გახლავთ მეორე სვეტის მსგავსად ინდივიდუალური დაგროვების პრინციპზე დამყარებული სისტემა, თუმცა მეორე სვეტისგან განსხვავებით იგი წარმოადგენს სრულიად ნებაყოფლობით საშუალებას ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის თავად განსაზღვროს და დაგეგმოს საკუთარი სიბერის ფინანსური გარანტიები. ამ სისტემის ფარგლებში ნებისმიერ მოქალაქეს დამოუკიდებლად იმისა, მას აქვს მუდმივი სამსახური, აქვს მუდმივი შემოსავალის წყარო თუ არა აქვს რაღაცა გარკვეული შემოსავალი, საიდანაც მას შეუძლია, ვთქვათ, გარკვეული დანაზოგი გააკეთოს, ამის მიუხედავად ნებისმიერ ფიზიკურ პირს აქვს უფლება გაწევრიანდეს ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემაში, განახორციელოს გარკვეული დანაგროვი და შემდგომ უკვე უზრუნველყოფილი იყოს საპენსიო ასაკის მიღწევისას, უზრუნველყოფილი იყოს პენსიით. ეს სისტემა სრულად დამყარებულია კონკრეტული ფიზიკური პირის გადაწყვეტილებაზე, მის არჩევანზე და წარმოადგენს სრულად ნებაყოფლობით საშუალებას ჩვენვე თავად ვიზრუნოთ ჩვენი სიბერის ფინანსურ გარანტიებზე. აღსანიშნავია ის, რომ ნებაყოფლობითი პენსიის სისტემა, ოღონდ სხვა სახელწოდებით, საქართველოში არსებობს 1998 წლიდან. და იმ პერიოდისათვის, ანუ პირველი კანონი ასეთ მოდელთან დაკავშირებით მიღებული იქნა 98 წელს,
ეს იყო არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ყოფის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც 2023 წლამდე მოქმედებდა და ეს იყო იმ პერიოდისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ინოვაციური ელემენტი, რომელიც ქვეყანამ გააჩინა საკანონმდებლო დონეზე და ქვეყნის მოსახლეობას, მოქალაქეებს მისცა შესაძლებლობა ალტერნატიული და თანამედროვე სამყაროში აპრობირებული საშუალებით მოეხდინათ საკუთარი საპენსიო დანაგროვის შექმნა. როგორც დაზღვევის, ისე ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ევროდირექტივებთან და ევრორეგულაციებთან ჰარმონიზაციის პროცესმა დღის წესრიგში დააყენა არსებული სისტემის რეფორმის საკითხიც და დღეს უკვე გვაქვს ახალი კანონი ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, რომელმაც ასახა თანამედროვე მიდგომები და მოთხოვნები და ეს კანონი უფრო ბევრად რელევანტურია ქვეყნის განვითარების მოცემული ეტაპისათვის. რა არის ზოგადად მოკლედ რომ ვახსენოთ დაგროვებითი პენსიის პრინციპი, რომ უფრო შემდგომ უკვე უფრო ნათელი და გასაგები გახდეს, რაზეც ვისაუბრებთ. ანუ დაგროვებითი პენსიის პრინციპი არის, რომ კონკრეტული მოქალაქის მიერ განხორციელებული შენატანებით ფორმირდება საპენსიო ფონდი. ეს საპენსიო ფონდი შემდეგ იმართება და ინვესტირდება შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტების მიერ. ამ საპენსიო ფონდს ინვესტირების შედეგად ერიცხება გარკვეული სარგებელი და შემდგომ უკვე მოქალაქე პენსიაზე გასვლის შემდგომ იღებს მის მიერ განხორციელებული შენატანების და ამ შენატანების ინვესტირების შედეგად მასზე დარიცხული საინვესტიციო სარგებელისგან შემდგარ პენსიას. როგორც ყველა სისტემას, ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სისტემასაც ბუნებრივია ყავს თავისი სუბიექტები, რომლებიც მონაწილეობენ ამ სისტემის ფუნქციონირებაშიც, შედგენაში და ასე შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანების საკუთრებაში არსებულ ფინანსებთან და მეტნაკლებად შემდგომ უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში მინიმუმ იმავე მოცულობის ფინანსების მათთვის უკან დაბრუნებასთან, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ სპეციალური უფლების, ანუ ლიცენზიის მინიჭების საფუძველზე განხორციელებად საქმიანობას. და ეს საქმიანობა სახელმწიფოს მხრიდან ექვემდებარება სპეციალურ საზედამხედველო რეჟიმს. ამ ზედამხედველობას ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობაზე ახორციელებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და გარკვეულ ასპექტებში, ანუ კონკრეტულ ასპექტებში, სამსახური და ეროვნული ბანკი ერთობლივად. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი როლი ამ შემთხვევაში გახლავთ სარეგულაციო ჩარჩოს დადგენა და შემდგომ უკვე საპენსიო სქემის დამფუძნებლების და ამ სისტემაში ჩართული სხვა სუბიექტების მიერ ამ რეგულაციების შესრულების კონტროლი. შემდეგი სუბიექტი ეს ბუნებრივია გახლავთ საპენსიო სქემის დამფუძნებლები, ანუ ერთგვარად სერვისის მიმწოდებლები და ესენი არიან სადაზღვევო ორგანიზაციები, რომლებიც ძველი სისტემითაც იყვნენ უფლებამოსილები, შეეთავაზებინათ მომხმარებლისთვის ნებაყოფლობითი არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და ახლა უკვე ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემები. ესენი არიან აქტივების მმართველი კომპანიები, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ ეროვნული ბანკის საზედამხედველო სუბიექტებს და აქტივების მმართველი კომპანიების ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია კლიენტების მიერ მინდობილი ფინანსური რესურსების სხვადასხვა აქტივებში ინვესტირებასთან. აქტივების ინვესტირება ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია დაგროვებითი საპენსიო სქემებისათვის,
ვინაიდან აქტივების მართვის შედეგად დარიცხული სარგებლით იზრდება მონაწილის მიერ შენატანების საფუძველზე შექმნილი საპენსიო ფონდი. შესაბამისად, ეს აქტივების მართვა ზოგადად არა მხოლოდ საპენსიო აქტივების, არამედ ყველანაირი აქტივების მართვა სპეციალურ რეგულაციებს ექვემდებარება და ამ აქტივების მმართველები არიან სპეციალური სუბიექტები, ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი სუბიექტები, როგორც აღვნიშნე, და საპენსიო ფონდების მართვაშიც ძველი კანონმდებლობითაც და ახლითაც ჩართულები არიან აქტივების მმართველი კომპანიებიც. იყვნენ და არიან კიდევაც. ახალი რეგულაციით აქტივების მმართველ კომპანიებს გარდა აქტივების მართვის უფლებამოსილებისა, ასევე მიენიჭათ ნებაყოფლობითი საპენსიო სქემების დაფუძნების და მათი ადმინისტრირების უფლებაც. ისევე როგორც ეს ჰქონდათ სრული მოცულობით სადაზღვევო კომპანიებს. და მესამე სუბიექტი, რომელსაც შეუძლია იყოს საპენსიო სქემის დამფუძნებელი, ეს გახლავთ საპენსიო კომპანია. საპენსიო კომპანია როგორც ასეთი სუბიექტი ძველი კანონმდებლობით არ არსებობდა, ეს გააჩინა ახალმა კანონმა და ეს წარმოადგენს დამსაქმებელთა გაერთიანების, დასაქმებულთა გაერთიანების და პროფკავშირების მიერ სპეციალურად შექმნილ იურიდიულ პირს, რომლის ძირითადი საქმიანობა და ძირითადი მიზანია საკუთარი წევრების ნებაყოფლობითი კერძო პენსიით უზრუნველყოფა. უკაცრავად, საპენსიო კომპანიების შემთხვევაში საპენსიო კომპანიები წარმოადგენენ ერთგვარ ადმინისტრაციული ფუნქციის მატარებელ სუბიექტებს და მათ არ გააჩნიათ აქტივების მართვის უფლებამოსილება. ისინი აფუძნებენ საპენსიო სქემებს თავიანთი წევრებისთვის, ახორციელებენ საპენსიო შენატანების ერთგვარ აკუმულირებას, შემდგომ უკვე გადასცემენ ამ აქტივებს სამართავად ან სადაზღვევო კომპანიებს ან აქტივების მმართველ კომპანიებს და შემდგომ უკვე უზრუნველყოფენ პენსიის გაცემებს. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუბიექტი, რომელიც ყავს ამ სისტემაში, ეს გახლავთ საპენსიო სქემის მონაწილე, რომლისთვისაც ზოგადად შექმნილია მთელი ეს სისტემა. მონაწილე არის პირი, რომელიც იხდის ძირითადად საპენსიო შენატანებს, ან რომლის სასარგებლოთაც ხდება საპენსიო შენატანების განხორციელება და რომელიც შემდგომ იღებს პენსიას. საპენსიო სქემებთან მიმართებაში არსებობს ჯგუფური და ინდივიდუალური საპენსიო სქემები. ინდივიდუალური საპენსიო სქემა გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ ფიზიკურ პირს თუ გაუჩნდება სურვილი გახდეს ისარგებლოს ნებაყოფლობითი კერძო პენსიით, მას შეუძლია მიმართოს სადაზღვევო ორგანიზაციას ან აქტივების მმართველ კომპანიას, რომელსაც დაფუძნებული აქვს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემა, გახდეს ამ საპენსიო სქემის მონაწილე და შემდგომ შესაბამისი ამ კონკრეტულ დამფუძნებელთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და მის მიერ დაფუძნებული საპენსიო სქემის წესების შესაბამისად მიიღოს პენსია საპენსიო ასაკში გასვლისას. რაც შეეხება ჯგუფურ საპენსიო სქემებს, აი როგორც სლაიდზე ჩანს, ეს არის სქემა, რომლის დაფუძნების უფლებაც აქვს როგორც სადაზღვევო ორგანიზაციას, ისე აქტივების მმართველ კომპანიებს და ეს არის სქემა, რომლის დაფუძნების უფლება აქვს საპენსიო კომპანიას. ეს არის კონკრეტული ჯგუფისთვის, ანუ დამსაქმებლისთვის, დამსაქმებელთა გაერთიანებისათვის ან პროფესიული კავშირებისათვის, მათი წევრებისთვის დაფუძნებული სქემა, სადაც ერთიანდებიან კონკრეტული ჯგუფის წევრები. და ეს ამითი განსხვავდება ინდივიდუალური და ჯგუფური საპენსიო სქემები ერთმანეთისგან.
და ინდივიდუალური საპენსიო სქემის ფარგლებში ნებისმიერი ფიზიკური პირი თავად ირჩევს სადაზღვევო ორგანიზაციას ან აქტივების მმართველ კომპანიას და წევრიანდება მის საპენსიო სქემაში, ჯგუფური საპენსიო სქემის პირობებში დამსაქმებელი, დამსაქმებელთა გაერთიანება ან დასაქმებულთა გაერთიანება ან პროფკავშირები ან სარგებლობენ სადაზღვევო კომპანიების ან აქტივების მმართველის მიერ შეთავაზებული მათთვის კონკრეტულად შექმნილი ჯგუფური საპენსიო სქემით, ან თვითონ ეს სუბიექტები აფუძნებენ საპენსიო კომპანიას და უზრუნველყოფენ თავიანთი დასაქმებულების ან თავიანთი წევრების ნებაყოფლობითი კერძო პენსიით უზრუნველყოფას. საპენსიო სქემაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოცემულობა არის საპენსიო შენატანი. ანუ ის პირველი ელემენტი, რომლისგანაც ხდება საპენსიო ფონდის ფორმირება, რომელსაც შემდგომ ერიცხება ინვესტირების შედეგად მიღებული შემოსავალი და რომელიც შემდგომ უზრუნველყოფს კონკრეტული პენსიის თანხას. ინდივიდუალური საპენსიო სქემების პირობებში საპენსიო შენატანს ახორციელებს უშუალოდ თვითონ მონაწილე. რაც შეეხება ჯგუფურ საპენსიო სქემებს, აქ შენატანის განხორციელება შესაძლებელია როგორც მონაწილის მიერ, ისე დამსაქმებლის მიერ, ასევე შესაძლებელია საპენსიო შენატანი შედგეს ორივეს მონაწილეობით, ანუ დამსაქმებლის და დასაქმებულის კონტრიბუციის, ერთობლივი კონტრიბუციის შედეგად. მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალი რეგულაციებით საკმაოდ გაფართოვდა საპენსიო ფონდების აქტივების მართვის ნაწილში ინვესტირების შესაძლებლობები. გაჩნდა ახალი ინსტრუმენტები, სადაც შეიძლება მოხდეს აი ამ საპენსიო ფონდების ინვესტირება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს შედარებით მაღალი საინვესტიციო სარგებელის დარიცხვას და ბუნებრივია ამით კონკრეტული ადამიანისთვის კონკრეტული პენსიის მაღალ ოდენობას. რაც შეეხება პენსიის გატანას, მოქალაქე, რომელიც არის ინდივიდუალური ინდივიდუალური ან ჯგუფური კერძო საპენსიო სქემის მონაწილე, მას პენსიის მიღების რამოდენიმე საშუალება აქვს. პირველი ეს გახლავთ პროგრამული გატანა, ეს არის სქემის წესებით შეთანხმებული წლებისა და პერიოდულობის გათვალისწინებით თანაბარი ოდენობის პენსიის მიღება საპენსიო ასაკის მიღწევისას. მეორე ეს გახლავთ ანუიტეტი, რომელიც წარმოადგენს დაზღვევის პროდუქტს და რომლის მომხმარებლისთვის შეთავაზების უფლება აქვს სადაზღვევო კომპანიებს. ეს გულისხმობს პენსიის მიღებას მოქალაქის სიცოცხლის ბოლომდე სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების საფუძველზე და მესამე ეს გახლავთ დაგროვილი თანხის ერთჯერადი მიღება საპენსიო ასაკის მიღწევისას. თუმცა აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როდესაც თუ ადამიანი გადაწყვეტს საპენსიო ასაკის მიღწევისას თავისი დაგროვილი თანხის, ანუ საპენსიო დანაგროვის ერთჯერადად გატანას, ამ შემთხვევაში მას დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები. ანუ აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ საპენსიო შენატანები გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადებისგან და პენსიაც ასევე გათავისუფლებულია გადასახადისაგან, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუ პირი გადაწყვეტს, რომ მის მიერ დაგროვებული პენსია ნებაყოფლობით კერძო პენსიის სისტემის ფარგლებში გაიტანოს ერთჯერადად, მას უკვე მოუწევს სრულად გადაიხადოს მისი
მიეკუთვნილი თანხიდან შესაბამისი გადასახადები. მოკლედ, ძირითადად ეს გახდათ ის სისტემა, რომელიც არის ნებაყოფლობითი კერძო პენსიის სისტემა, ასე ვთქვათ, და რა ხაზი რა პრიორიტეტებს შეგვიძლია ასეთ შემთხვევაში გავუსვათ, ანუ რატომ შეიძლება დაინტერესდეს კონკრეტული ადამიანი გაწევრიანდეს ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემაში და რა პრიორიტეტებით შეიძლება მან ისარგებლოს. განსხვავებით დაგროვებითი საპენსიო სისტემისა, რომელიც ვთქვათ, როგორც უკვე აღნიშნეთ, ატარებს დასაქმებულთათვის ერთგვარად სავალდებულო ხასიათს. ამ შემთხვევაში ეს სისტემა თითოეულ ადამიანს აძლევს სრულ თავისუფლებას თავად გადაწყვიტოს როგორი სქემის მონაწილე გახდეს. თავად გადაწყვიტოს რა სიხშირის შენატანი შეუძლია განახორციელოს, რა პერიოდულობით, რაოდენობის საპენსიო შენატანი შეუძლია განახორციელოს, რა სიხშირით, როგორ განკარგოს ეს მის მიერ დაგროვებული თანხა, მას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საინვესტიციო მიმართულებების განსაზღვრაში კონკრეტულ დამფუძნებლებთან და ასე შემდეგ. ანუ მას მეტად ბევრი შესაძლებლობა აქვს თვითონ გახდეს საკუთარი პენსიის, ასე ვთქვათ, შემოქმედი და განსაზღვრელი იმისა, თუ რაოდენობის პენსიას მიიღებს პენსიაზე გასვლისას. შემდეგი პრიორიტეტი, რაც შეგვიძლია აღვნიშნოთ, არის ის, რომ ეს არის გრძელვადიანი დაგროვების ძალიან კარგი შესაძლებლობა. ვინაიდან ეს დანაგროვი დროთა განმავლობაში, ანუ რაც უფრო მეტია დაგროვების დრო, მით მეტ სარგებელს იბრუნებს, რადგან ის ინვესტირებულია შესაბამის ინსტრუმენტებში, ფინანსურ ინსტრუმენტებში, შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტების მიმართ და ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ადამიანის დანაზოგი დროთა განმავლობაში უფრო ეფექტურად იზრდება. საპენსიო ფონდები ზოგადად უფრო მრავალფეროვანი და მომგებიანი საპენსიო ფონდების ინვესტირება შესაძლებელია უფრო მრავალფეროვან და მომგებიან საინვესტიციო ინსტრუმენტებში. და ეს ბუნებრივია ზრდის შესაბამის საინვესტიციო შემოსავალს. საგადასახადო შეღავათები, რომლებიც უკვე აღნიშნეთ და დღევანდელი რეგულაციით 6000 ლარამდე ჯამურად განხორციელებულ წლიურ საპენსიო შენატანზე და მისაღებ პენსიაზე არ ვრცელდება საშემოსავლო გადასახადი. ანუ ეს ნიშნავს, რომ ის შენატანი 6000 ლარამდე ჯამურად თქვენ თუ შეიტანთ წლის განმავლობაში საპენსიო ფონდში 6000 ლარამდე თანხას, ეს 6000 ლარი სუფთად, ასეთი ტერმინით, გასაგები ტერმინით რომ ვთქვათ, სუფთად შეძლებს გადასვლას საინვესტიციო ნაწილში და მასზე დარიცხული საინვესტიციო შემოსავლით შემდგარი პენსიის თანხაც სრულად ყოველგვარი დაფუძვის და გადასახადის გარეშე იქნება შესაძლებელი, რომ აიღოს პენსიონერმა ეს თანხა. და კიდევ ერთი ეს პენსია დამოუკიდებლად შეგიძლიათ იქონიოთ სახელმწიფო პენსიისაგან დამოუკიდებლად შესაძლებელია გქონდეთ ასეთი პენსია, ანუ თქვენ თუ იქნებით ასეთი კერძო საპენსიო სქემის მონაწილე, თქვენივე შექმნილ პენსიასთან ერთად თქვენ აუცილებლად მიიღებთ სახელმწიფო პენსიასაც და ეს არ მოქმედებს იმაზე, რომ თქვენ თქვათ უარი გეთქვათ აი ამ სახელმწიფო პენსიის მიღებაზე.
და კიდევ ერთი პრიორიტეტი, რომ ეს არ არის დამოკიდებული ადამიანის დასაქმების სტატუსზე და არ არის ამ შემთხვევაში აუცილებელი, რომ პირი იყოს სტაბილურად დასაქმებული, ან მას სტაბილური შემოსავალი ჰქონდეს, რომ განახორციელოს ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სისტემაში დანაგროვები. ძირითადად ეს გახდათ ის ძირითადი და მნიშვნელოვანი ელემენტები, რომლისგანაც ვთქვათ შედგება ნებაყოფლობითი კერძო პენსია და რომლიდანაც შესაძლებელია ჩვენ შეგვექმნას წარმოდგენა რა ახალი დამატებითი მექანიზმი შეიძლება გავუჩინოთ საკუთარ თავს ჩვენი იმ წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ შრომის უნარიანები ვართ და როდესაც ჩვენ მეტნაკლებად გვაქვს გარკვეული შემოსავლები, რა დამატებითი მექანიზმი შეიძლება გავუჩინოთ საკუთარ თავს, რომ შემდგომ პენსიაზე გასვლისას ჩვენ გვქონდეს იმ გვარი და იმ დონის შემოსავალი, რომ გარდა მინიმალური საჭიროებებისა დავიკმაყოფილოთ უკვე სხვადასხვა სურვილები და მოთხოვნილებები პენსიაში ყოფნის დროს. მადლობა ქალბატონო ეთერ საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. რამდენიმე კითხვა მექნება და ალბათ ვფიქრობ, რომ მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება ამ ინფორმაციის დაზუსტება. თქვენ ახსენეთ, რომ დღეს ბაზარზე არსებობს არაერთი კომპანია, რომელიც მსგავს პროდუქტს თავაზობს მომხმარებას. მაინტერესებს თქვენი რჩევა რა იქნება მომხმარებელმა, როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ანუ რას მიაქციოს ყურადღება, რომელი კომპანიას ანდოს თავისი აქტივები. სამწუხაროდ მე ვერ ვიტყვი, რომ ბევრი კომპანიაა, რომელსაც ბევრი სერვისის მიმწოდებელია ამ ეტაპზე საქართველოში, რომელიც აი ამ კერძო პენსიაში საპენსიო სქემებს თავაზობს მომხმარებელს. თუმცა აი ამ ახალი კანონის შემოღების საფუძველზე ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ბევრი სერვისის მიმწოდებელი გაჩნდება ამ მიმართულებით. დღეს ბაზარზე სადაზღვევო ბაზარზე არის ორი სადაზღვევო კომპანია, ეს გახლავთ ალდაგი და სადაზღვევო კომპანია GPI Holding-ი, რომელიც მომხმარებელს თავაზობს კერძო საპენსიო უზრუნველყოფის სისტემას. ანუ მათ აქვთ რეგისტრირებული ნებაყოფლობითი კერძო სქემები, სადაც შეუძლია მოქალაქეს გაწევრიანდეს. ამ შემთხვევაში ჩემი მხრიდან რჩევა იმისა, თუ რომელ სქემაში უპრიანი იქნება გაწევრიანდეს მოქალაქე, ვფიქრობ, არ იქნება სწორი და ვერც შევთავაზებ იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ეს გახლავთ აი ამ კერძო პენსიის პრიორიტეტი, რომ მოქალაქე თავად განსაზღვრავს იმ პრიორიტეტებს, რომლებიც ახასიათებს კონკრეტული პროვაიდერის მიერ შეთავაზებულ სქემას. ეს ჩემთვის შეიძლება იყოს სხვა პრიორიტეტები, სხვა ადამიანისთვის შეიძლება იყოს სხვა პრიორიტეტები და სწორედ ეს არის ამისი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ამ სქემის, რომ კონკრეტული ადამიანი თავად ირჩევს, რომელია მისთვის უფრო ხელსაყრელი და მის საჭიროებებზე, ან მის შესაძლებლობებზე ბევრად მორგებული სქემები. ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ როგორც ერთ ისე მეორე სერვისის მიმწოდებელს და თავად განსაზღვრონ იმ პირობების მიხედვით, რომლებსაც ისინი შესთავაზებენ, თავად განსაზღვრონ, რომელი უფრო მისაღები იქნება მათთვის. კი ბატონო, მადლობა. ვფიქრობ, რომ აი ამ ახალი სისტემის ჩამოყალიბების ფარგლებში მომავალში ბევრი დამსაქმებელი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ საკუთარი დასაქმებულებისთვის შექმნას ეს სისტემა
და სხვა სადაზღვევო კომპანიებიც და აქტივების მმართველი კომპანიებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას უზრუნველყონ აი ამ ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების შექმნა და მომხმარებლისთვის შეთავაზება. კი ბატონო, მადლობა. დასასრულს თქვენ ისაუბრებთ, რომ კერძო თუ რა არის კერძო პენსიის პრიორიტეტები, თუმცა ამასთანავე მნიშვნელოვანი იქნება რა არის დღეს ბაზარზე კერძო საპენსიო სისტემის გამოწვევაც, რომელიც შეიძლება მომავალში შესაძლებლობადაც იქცეს. თუ შეიძლება რომ ამის შესახებაც გითხრათ მოკლედ. პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ეს არის ცნობადობის საკითხი. ვინაიდან ზოგადად ამ საკითხის ცნობადობა ვფიქრობ, რომ დაბალია ქვეყანაში ამ საკითხთან მიმართებაში. პლუს ამას გამომდინარე იქიდან, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა ეს მეორე საფეხური ქაბატონო ეთერ ისმის ჩემი ხმა. როგორც ხედავ ჩვენ სპიკერს გარკვეული ტექნიკური ხარვეზი აქვს, თუ უმოკლეს დროში დაგუბრუნდება, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ იგივე შეკითხვით. თუ არა და მე კიდევ ერთხელ აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში ჩანიშნულია სხვადასხვა ლაივ შეხვედრები და ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ინფორმაცია ფინეთის გვერდზეც მიიღოთ, თუმცა გარდა მაგისა შეგახსენებთ, რომ შემდეგი ლაივი ჩანიშნულია ხვალ პირველ საათზე, სადაც ვისაუბრებთ ავტოდაზღვევის შესახებ. როგორც ხედავ ჩვენი სპიკერის დაგუბრუნდა ამასობაში და ქაბატონო ეთერ შეგიძლიათ რომ გააგრძელოთ ცნობადობის შესახებ საუბრობდით. დავასრულებ მაშინ ცნობადობაზე უკვე აღნიშნე და მე მგონი ვიყავი მაშინ ეთერში. მეორე გამოწვევა, რომელსაც ხაზი გავუსვი, ეს ჰიპოთეტურად ვიგულისხმე, რომ შესაძლებელია იყოს ასეთი მოსაზრება, რომ სავალდებულო ხასიათის დაგროვებითი პენსიის სისტემაში მონაწილეობის ფონზე შესაძლებელია გაჩნდეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რატომ უნდა გავიყოთ კიდევ დამატებითი ხარჯი ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემაში მონაწილეობით, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ ძალიან მინიმალური ყოველთვიური დანაზოგით შევქმნათ ჩვენი სამომავლო სიბერის მყარი ფინანსური გარანტიები. კი ბატონო, მადლობა და ბოლო კითხვა იქნება იდეაში ცნობადობასთან დაკავშირებით არის სად შეიძლება რომ კიდევ ერთხელ რომ დავუსუსტოთ ჩვენს მაყურებელს, სად შეიძლება რომ მომხმარებელმა ან პოტენციურმა მომხმარებელმა მეტი ინფორმაცია მიიღოს კერძო საპენსიო სისტემის შესახებ. გარდა იმ ორგანიზაციისა, ალბათ, რომელიც უკვე თქვენ ახსენეთ, მაგალითად, სად შეიძლება რომ კიდევ მეტი ინფორმაცია ნახონ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ძირითადად შესაძლებელია მივიღოთ იმ საკანონმდებლო ჩარჩოდან, რომელიც ამ სისტემას არეგულირებს. აღნიშნული მარეგულირებელი დოკუმენტები განთავსებულია როგორც ჩვენი სამსახურის საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე, ასევე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე. და ფაქტობრივად თავავად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამსახურის და ექსპერტების და ასევე ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობით ამ სისტემის მარეგულირებელი ჩარჩო იმდენად ყოვლისმომცველია და იმდენად კარგად იძლევა შესაძლებლობას მისი გაცნობის საფუძველზე მივხვდეთ, რასთან შეიძლება გქონდეს საქმე, რომ დარწმუნებული ვარ ნებისმიერი დაინტერესებული პირი მარტივად გამოიტანს დაინახავს ამ სისტემას. გარდა ამისა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, ვთქვათ, შეკითხვებით იგივე დისტანციურად მოგმართოს სამსახურს
საკონტაქტო მეილზე და ჩვენ შეძლების დაგვარად მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მივაწოდოთ ჩვენი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის გათვალისწინებით შესაბამისი პასუხი. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მადლობა საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. მადლობა თქვენ. მადლობა. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ხვალინდელი ლაივ შეხვედრა დაეთმობა ავტოდაზღვევის თემატიკას და იმედია, რომ შემოგვიერთდებით და საინტერესო კითხვებსაც დაუსვამთ ჩვენ სპიკერს. მე კი აქვე დაგეშვიდობებით. მადლობა ჩართულობისთვის.